ანუ ვიზა ლიბერალიზაცია პოზიტიურად არ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ეს არის განცხადება. რომ არ დავამახინჯოთ და რაღაცა ის არ გამოგვივიდეს манипуляცია, ხო? საყვარელი სიტყვა ხო თქვენ манипуლირებთ, ხო? აი манипуляცია რო არ გამოგვივიდეს, ეგრე თქვა პრემიერმა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია თურმე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. მე საერთოდ არ შევალ ეხა იმ განხილვაში, ეგ მართლა ეგრე არის თუ არა. მე რა განხილვას შევალ, იცი? 3 თვის წინ ეგრე რატო არ იყო ქართული ოცნებისავე განცხადებებით. აი, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გვესმოდა ეგეთი ტექსტი, რომ აი ჩვენ ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაცია რო გვაქვს, ეგ მათ შორის ახდენს ქართული ეკონომიკის წახალისებას, მარტივდება ბიზნესის აწყობა, იქ ადამიანი მარტივად ჩადის, მარტივად ეძებს ბიზნეს პარტნიორებს, ასე შემდეგ, რაღაცა ნუ ეგეთი ტექსტი იყო. რამე ხო არ მეშლება. აი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა რატო არის კარგი? რო უხსნიდნენ ხალხს და აქედან რო კითხულობდით რომ რაღაც ქართულ იდენტობას უტევს ეგ ხალხი რატო აკეთებთ, პასუხი იყო რომ გამოქვაბულში ხო არ ვიჯდებით ქართულ ეკონომიკას ეგ სასიცოცხლოდ ჭირდება. ხო ეგ იყო ტექსტი. ეხლა როდესაც გაჩნდა საფრთხე რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიუქმებენ, ქართული ოცნება გადაერთო ტექსტზე რომ სინამდვილეში ეკონომიკისთვის კარგი არ ყოფილა. კი, ეგ უცნაურია. საერთოდ მათი რიტორიკა იცვლება იმის შესაბამისად, როგორც იცვლება ევროპის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ანუ ევროპა თუ იტყვის, რომ საქართველოში აღარ აქვს შანსი საქართველოს ევროპაში გაწევრიანების, მერე ესენი დაიწყებენ იმის ლაპარაკს, რომ ევროპა ცუდია. რა გვინდოდა ვაფშე? ხო. თუ გამოვა და კანდიდატის სტატუსს მისცემენ, ვიღაცებს დაიჭერენ ევროპის კრიტიკის გამო. საერთოდ ვიღაც უკვე იმდენად პროევროპელი გახდება მერე მაგის ფონზე, რომ ვიღაცას საერთოდ დემონსტრაციულად დასჯის ევროპის ევროკავშირის დროშას რო ოდნავ მაინც რაღაცა დამართო, შეიძლება დიდი ხნით ციხეში გაგიშვან. თუ კანდიდატის სტატუსს გაძლევენ. თუ კარგად არიან დასავლეთთან და თუ ცუდად არიან დასავლეთთან, მაგ შემთხვევაში საერთოდ რა გვინდოდა დასავლეთი არ ვარ. ეს ვიზა ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება რაში იყო საჭირო. და მართლაც ეგ ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სიმართლე მართლაც არის, ხო, ეხა ვიზა ლიბერალიზაციამ მოიტანა ის, რომ მარტო ოფიციალური სტატისტიკით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს დატოვა დაახლოებით 250,000-მა საქართველოს მოქალაქე, ანუ ლამის 7%-მა მოსახლეობის. თუმცა ეს ხალხი რაღაცა სიხარულით ხო არ წასულა, კაცო. უამრავი ადამიანი იმიტომ წავიდა, რომ საქართველოში არანაირი ეკონომიკური, ფინანსური ვითარება არ უმჯობესდება, არ არის სამუშაო პირობები, არ არის სამუშაო ადგილები და შესაბამისად ეს ხალხი ჩვენ თანა მოქალაქეები ეძებენ სხვაგან, ხო, ამ ელემენტარულს იმისთვის, რომ, რავი, ოჯახი არჩინონ, თავის თავს უშველონ და ამ შემდეგ. ამიტომ მე უბრალოდ რა მაინტერესებს, იცი? აი ამ ყველაფერში ალტერნატივა რა არის? აი მე მაგალითად ცალსახად დავეთანხმებოდი ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ შეფასებაში, რომ იყოს ალტერნატივა. აი პოლონეთში რომ მუშაობს შენ რაღაც ქარხანაში, ან გერმანიაში რომ რაღაც სასოფლო-სამეურნეო ობიექტზე რაღაც მოწკრებ ან რაღაცა მარწყვს. კაცო საქართველოში ეს ყველაფერი იქნება. და აგერ არის, ქარხნებიც არის, ინდუსტრიაც არის, სასოფლო-სამეურნეო დარგიც განვითარებულია და სად მიდიხარ, კაცო? ეგ კიდე მესმის. აი ეგრე რო იყოს საკითხი დაყენებული, რომ შენს ქვეყანაში არის ყველაფერი. ობიექტურად არსებობს იმის საშუალება, რომ პირიქით საჭიროება და საჭიროებაა და კაცო, სად მიდიხარ, საქართველოს შენ ჭირდები. მაგ ვითარებაში მესმის. მაგას მივესალმები. თუნდაც ეგეთი საუბარი რო იყოს, რომ სადღაც რო ჩვენგან გადინება ხდება თუნდაც მუშახელის და შემდეგ, ეგ ცუდი მოვლენაა. დავეთანხმებოდი, მაგრამ როა ეს ყველაფერი არ არის და 13 წელია ხელისუფლებაში ხარ და არაფერი არ შეგიქმნია მაგისთვის.
რა ვიცი ახლა. როგორ კაცო, აი წილოსანი ამბობდა, მე მგონი რომ ჩვენ კაცო ქართული ეკონომიკაო, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდით, გასამაგდაო. ქართული ეკონომიკა ნახე მანდ მნიშვნელოვანია, გვესმის ეკონომიკის ოდენობა და მოცულობა რას ნიშნავს ქვეყანაში რა ოდენობის ჯამური დოვლათი ტრიალებს, ჯამური ფულად ეკვივალენტში, იქნება ეს პირდაპირი ფული, რომელიც ირიცხება თუ სხვა რაიმე ტიპის დოვლათი, რომელიც იქნება ადამიანის დოვლათის პასეულობა, აი ეს ჯამური მოცულობა ქვია ეკონომიკური ოდენობა ქვეყნის და ზრდა რამდენიც მოხდა წლიდან წლამდე, ეგ არის ზრდის მაჩვენებელი. აი რო გვესმოდეს მაგ მოცულობაში რამხელა მნიშვნელობა გააჩნია, რამხელა წვლილი შეაქვს ევროპიდან გადმორიცხვებს. გასულ წელს 24 წელს იტალიიდან გადმოირიცხა 567 მილიონი დოლარი, ანუ ამაზე მეტი მხოლოდ ამერიკიდან ჩაირიცხა, ამერიკიდან, ნუ ამერიკას თქვათ არ თვლით, იმიტომ რომ იქ არ აქვს ვიზა ლიბერალიზაცია, ამერიკიდან ჩაირიცხა 573 მილიონი დოლარი და ცოტა ნაკლები იტალიიდან, ანუ რამდენი მიდის ევროპაში სამუშაოდ, ხო გვესმის. 567 მილიონი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა იტალიიდან, 267 მილიონი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა გერმანიიდან და 263 მილიონი დოლარის 259 მილიონი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა საბერძნეთიდან. ანუ ჯამში მილიარდზე მეტი 3 ევროპული ქვეყნიდან, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, 3 ევროპული ქვეყნიდან შემოვიდა ჯამში მილიარდზე მეტი. დანარჩენი ევროპული ქვეყნები საფრანგეთი იქნება, შვედეთი იქნება და ასე შემდეგ. იქ კიდე იქიდან ხო ირიცხება პოლონეთი, საიდანაც ასევე ძალიან ბევრი მიდის და მუშაობს, ხო? მილიარდ დოლარზე მეტი მარტო 3 ევროპული ქვეყნიდან ირიცხება, ხო? ეგ თანხა რო ჩაიხსნას. ეკონომიკური ზრდა მაგით ითვლება, რომ რაღაც თან ეს ნიშნულოვან მომატებული თანხები, ან მაგალითად 24%-ით არის გაზრდილი იტალიიდან გადმორიცხვები 2023 წელთან შედარებით. ხო, რა მოხდა? მეტი ხალხი ჩავიდა და მეტი ქართველი წავიდა. მეტი ქართველი წავიდა და მეტი ქართველი მუშაობდა. ჩვენების ეკონომიკური მდგომარეობა იქ კი არ გაუმჯობესდა და ამის ხარჯზე კი არ გაზრდილი. 15%-ით კაცი წავიდა. 15%-ით არის გაზრდილი გერმანიიდან გზავნილების ოდენობა. 7%-ით არის საბერძნეთიდან გზავნილების ოდენობა. ერთ წელიწადში გასულ წელს 7% გაიზარდა. ეხლა ეკონომიკის ზრდას ზრდით რომ იწონებს ეს ხელისუფლება თავს, ხო? ეკონომიკის ზრდა დგას რამდენიმე ფაქტორზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი არის უცხოეთში ქართველები მიდიან, მუშაობენ, აქ თავისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ეხმარებიან. იმ ხალხთან ხმის უფლებასაც არ აძლევენ ნორმალურად, ხმის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა ხელისუფლებამ ამ გასულ არჩევნებში. არ გაუხსნა უბნები საარჩევნო და მაგ ხალხზე ძალიან მნიშვნელოვანწილად ის რაც ახლა ქვეყანაში მე ის თანხა აქ ხო ტრიალებს, ანუ რას ნიშნავს მაგალითად ადამიანს გადმოურიცხეს, დაეხმარენ თავისი ოჯახის წევრები პირობითად იტალიიდან, ხო? ამ ადამიანს ის რაღაცა შემოსავალი გაუჩნდა, წავიდა პირობითად და იყიდა რაღაც პური მაგალითად, ან რაღაც ხილი, ხო? რომელიც მოყვანილია, დამზადებულია საქართველოში, ან პურია გამოცხარი საქართველოში. იქ ხილია მოყვანილი, ხო? ვინც ეს დაამზადა, გამოაცხო, მოიყვანა, იმას გაეყიდა უკვე რაღაცა, იმიტომ რომ აქ უცხოეთიდან გადმოგზავნილი თანხით ადამიანებს საზოგადოების ნაწილს ფული გაუჩნდა და ეგ აცოცხლებს და სტიმულს აძლევს ეკონომიკის დანარჩენ დარგებს. მასე არსებობს ეკონომიკა. და რა შეიძლება საქმე ვინმეს კი არ უხარია სადმე წასვლა. ანუ სადმე რაღაცა მოდი დავტოვო ქვეყანა, სადაც წავიდე, მაგრამ აქ რამე ალტერნატივას რო არაჩენ, აქ რო ფეოდალიზმს ამყარებ, აქ რო რაღაცა ვიწრო წრესა აქვს ხოლმე ეკონომიკური აქტივობის ეფექტურად წარმოებისაში, ყველამ რო იცის მაგალითად ქვეყანაში, რომ ხელისუფლებასთან რატო ეშინოდა ბევრს ხმის მიცემა თავისუფლად. ქვეყანაში თუ პოლიტიკური პოზიცია გიკავია ისეთი, რომ ხელისუფლებისთვის არ ამოსაწონია, ჩვეულებრივ სერიოზულ და რაღაც ეკონომიკურ აქტივობაში ხარ ჩართული, სერიოზული პრობლემები შეგექმნება. და მაგ პირობებში რა აზრი აქვს ახლა რაღაცა ეკონომიკურ აქტივობაში აქ შესვლა, ახლა ამათი ის უნდა იყოს რა, მორჩილი ან რა დარგში დამოკიდებული მოწყვლადი ადამიანები. აი დაუშვათ ხალხი წავალ სადმე უფრო თავისუფალი იქნება.
კი ბატონო, ეგ ერთი პრობლემაა, რომ აი სამართლიანობის განცდა არ არის და ეგეც ერთ-ერთი სტიმულია მოსახლეობის გადინების და მესმის. მაგრამ აი დაუშვათ, არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც ფიქრობს, რომ აი პოლიტიკაში მე არ ჩავერევი, მივხედავ ჩემს ოჯახს და ჩემს თავს. აი სად უნდა დაასაკდეს ეს აი მასიურად, აი სად უნდა მოხდეს აი ამ $1.5 მილიარდის ეკვივალენტის ჩანაცვლება საქართველოს შიგნით. აი რა უნდა გააკეთოს? საქართველოს შიგნით რა მუშაობს? ტურიზმი მუშაობს. საბანკო სექტორში თუ დაგასაქმებენ და ან სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ დაგასაქმებენ, იმიტომ რომ საქართველოს ოცნების ხალხი არის უკვე იქ გაძეძგილია, საკმარისე მეტი არის. ანუ ხალხი არაფერს არ აკეთებს და ისეა გაფორმებული იქ რაღაც სამსახურებზე, მოირგეს ტიპებმა ქვეყნის ბიუჯეტი. მან გამორიცხულია, ვერ შეეტენები ვერსად, ძალიან რო გინდოდეს. ბანკებშიც რავი ხა ბანკებში შეზღუდულია ხა ყველგან დასაქმებულია და თან ბევრ მარიცის რომ ჩვეულებრივია კლერკები ვინც არიან, მაგათ რა ნორმალურ ხელფასს კი არ უხდიან იქ. ბანკის ფილიალის მმართველს კი წესიერი ხელფასი აქვს, მაგრამ აი რო შედიხართ ბანკში და ჩვეულებრივად რო ხვდებათ იქ ან მოლარიან რაღაცა, აი შენ რა დღეშიც ახარ დაახლოებით იმ დღეშია ეგ ადამიანიც თვითონაც ბანკის ფალი აქვს შენნაირად და დარჩა ტურიზმის სექტორი. ტურიზმის სექტორში სიტუაცია არის ეგეთი, ბოლო 6 თვეში მაგალითად ყველაზე მეტი რუსები იყვნენ შემოსული, მე რაც ვიცი. მერე არის რაღაცა არაბეთის ქვეყნები არის, ისრაელი არის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაცა მასიური შემოდინება მე ვერ დავაფიქსირე, აი რაღაცა სკანდინავიელებმა, რა ქვია, გერმანელებმა იხულეს და საქართველოში რაღაც ფულს ტოვებენ მასიურად, რავი, არა. წარმოუდგენელი. და ეს ქართული ტურიზმის ბაზარი ცოტა გაძეძგილი არის. აი რო ჩამოვა ადამიანი და დაბრუნდება აქ. აქ რა უნდა აკეთოს, ეგ ხო არის კითხვა. და კი ეხა ხაზარაძეს და ალბათ ივანიშვილს და აი ეს ბიზნეს ელიტა ვინც არიან, ხო გინდა აქეთ, გინდა იქით. მაგათ ალბათ ეხა ეკონომიკური ზრდა აქვთ, მაგრამ იმ ჩვეულებრივ ადამიანს იმდენად არა აქვს აქ სამუშაო, რომ უცხოეთში გარბის. ერთი პრობლემა იქნება აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში იმ ხალხისთვის, რომელიც სარჩოს შოულობს უცხოეთში და ამ კუთხით დემოგრაფიული აი მიგრაციული კრიზისის თვალსაზრისით. ეხა მაგალითად მეტნაკლებად ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ, შეუძლიათ ისე გათვალონ საკუთარი ცხოვრება და რაღაცა მუშაობის გრაფიკი, რომ რაღაცა პერიოდი იქ იყვნენ და დაბრუნება და მიმოსვლა მათთვის არ იყოს სახიფათო. იქიდან გამომდინარე, რომ იციან, რომ თუ ჩამოვლენ უკან რაღაც პერიოდს აქ გაატარებენ და აქ ეცდებიან მოიწყონ ცხოვრება ისე, რომ აი რაღაცა მიმოსვლის რეჟიმში იყონ, იქ ჩასვლის და წამუშავების პრობლემა და რაღაცა სირთულე არ ექნება. ეხლა თუ გაუქმდა უიზო მიმოსვლა, ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან, ყველანაირი ხერხები თუ ისინი ფინანსურად აქ მათი მდგომარეობა რთული იქნება და უმეტესობა ასე იქნება, ისინი ეცდებიან იქ დარჩენ. მათ შორის ჩაბარდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გვიუქმებენ უიზოს იმ არგუმენტაციით, რომ თქვენ არადემოკრატიული ქვეყანა ხართ, ხო? ამიტომ წავა მასიური ჩაბარებები, თან არგუმენტაცია იმისა, რომ ესე რომ ჩაბარდნენ ლოგიკურია, ეგ არგუმენტაცია ჩდება, იმიტომ რომ თვითონ გამოგვაცხადა ევროპამ. არადემოკრატიულ ქვეყნად. ამიტომ მან თლად ეგრე კი არ დადგება საკითხი, რომ გასული ხალხი დაბრუნდება. გადასვლა კიდე მოხერხდება ხოლმე, მანამდეც რომ იპარებოდნენ, რაღაცა გადაპარვა ხდებოდა, საბუთების ყიდვა ხდებოდა, რაღაც ჩაწყობა ხდებოდა, მოსაწვევის რაღაც უზრუნველყოფა ხდებოდა. ამაზე ხარს გასწევს კიდე ხალხი, მით უმეტეს ევროპამ ის გემო გაიგო, რომ მაგალითად ქართველი იაფი მუშახელი მათთვის, ხო? მაქსიმუმ რაც შეიძლება ქართველებმა დააშავონ, რაღაცა ნაწილმა შეიძლება რაღაცა მოიპარონ, ხო? აი ეგ არის კრიმინალის ის ფორმა. ქართველებისგან წამოსული დისკომფორტის მაქსიმუმი, რომელიც არის ნებისმიერი სხვა ეთნიკური ჯგუფის მიერ ჩადენილი
ეგ არის ეგეთი მოვლენა, რომ ქართველები სადმე დაძრწიან ჯგუფებად და ვიღაცებს აუპატიურებენ ქუჩაში და რაღაც თავს იფეთქებენ და რაღაცა რადიკალიზმს ავრცელებენ, ეგეთი არ დაფიქსირებულა არსად. სხვა ეთნო-კულტურული და რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით. ამიტომ თუ მაინდა-მაინც არჩევანი აქვთ ყოველთვის ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ურჩევნიათ, რომ ან აღმოსავლეთ ევროპიდან მიიღონ, აი პოლონეთიდან მაგალითად. ან ისეთი ქვეყნებიდან, როგორც არის საქართველო, იმიტომ რომ ვიღაცა კამბოჯელი თუ ჩადის იქ ერთი პრობლემატიკაა, ვიღაცა აფრიკელი თუ ჩადის სხვა პრობლემა არის და არაბი თუ ჩადის კიდე სხვა პრობლემა არის. ან სხვადასხვა შინაარსის პრობლემებს ეჯახებიან იქ და მაგიტო ქართველებს უფრო, ესე ვთქვათ, მარტივად აკონვერტირებენ, ასე ვთქვათ, თავის კულტურაში. ახლა საქართველოსდან ამდენი ადამიანი რომ მიდის, ახლა პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ საქართველოსდან ეს ვიზო მიმოსვლა ევროპასთან ხელს უწყობს საქართველოსდან ადამიანების წასვლას და მიდის ამის გამო ადამიანები ბევრი და ანუ ისე გამოიყვანა რომ კარგია რომ ვიზო გაგვიუქმებენ აღარ წავლენ ხალხი ხო და საქმე რაშია ადამიანები რატომ მიდიან დიდწილად იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ სახელმწიფოში არ არის კარგად დაცული სიტუაცია საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა არის ძალიან რთული. ხა მაგალითად სამსახურის თემაზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი იაფი მუშახელი რო შემოიყვანა ამ ხელისუფლებამ. მაგან თავისთავად შექმნა ისეთი გარემო აქვს, რომ უბიძგებს ადამიანებს აქედან წასვლისკენ. ეგეთი რაღაცეებს როცა აკეთებს, აი მაგალითად მაღაზიაში რო შეხვალ, ხო? ქართული პროდუქცია ხო არ არის ყურადღება მიქცეული. გარედან შემოტანილი პროდუქცია ძირავს ადგილობრივს. ეგეც აიძულებს მაგალითად სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები დაიცალა სოფლები, იმიტომ რომ იქ ადგილობრივი ფულს ვეღარ შოულობს, იქ რაღაცა რომ მოყავს. დიდ შემთხვევაში, ბევრია შემთხვევა, როცა ჩათვალა ადამიანმა, რომ წავა უცხოეთში იმუშავებს და იქიდან გამოაგზავნის ფულს, ეგ ურჩევნია. ამიტომ გარემო აქ რასაც რის გამოც სინამდვილეში მიდის ხალხი, არის შექმნილი ამ ხელისუფლების მხრიდან ისეთი გარემოა, რომ ეხლა მაგალითად ეს იაფი მუშახელი ეგრეთ წოდებული იაფი მუშახელი, რომელიც აი ამ მსხვილ ბიზნესმენებს აწყობთ, რომ შემოიყვანონ და ქართველებს არ გადაუხადონ უფრო ნორმალური ხელფასი. რა რჩება? ადამიანი, ვინც მუშაობდა მაგ სამსახურში და ჩაანაცვლეს იაფი მუშახელით, იმ ადამიანს რა რჩება? წავა უცხოეთში. ამიტომ აქ რა არის, იცი? საქართველოში სანამ მიდგომა არ იქნება ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას, ეგ მიდგომა და უფრო წინ დააყენოს. და უფრო წინ დააყენოს ელემენტარულად შრომის პრობლემა პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეს რო დაუკმაყოფილდეს, ეგ პრობლემა გადაეჭრას. პირველ რიგში სოფელში მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს რომ მოუგვაროთ ის პრობლემა, რომ მათი ნაწარმოები პროდუქცია გასაღდეს. აი ეს მიდგომა სანამ არ წამოვა, მანამდე გაიქცევა ეს ხალხი და ეხა რაღაცა სპეკულაციები რომ იმიტომ გარბიან, ამიტომ გარბიან, მაგიტო გარბიან, რომ აქ გარემო არ უარგა. აქ მთავრობის მხრიდან არ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ ყურადღება ექცეოდეს მასე საკითხებს. ეხლა მართლა სახელმწიფო სამსახურებში დაინაწილეს პოლიტიკური ნიშნით, ვინც ქართულ ოცნებას არჩევნებზე მიდის და ხმას მიცემს, ეგეთ ხალხს დაუნაწილეს, ხო, ეს სახელმწიფო სამსახურები დიდწილად, ეხლა რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ
ეგეთი მიდგომა რომ არსებობს, ხო ყველა მიცის, არა? და ეხლა დანარჩენი სექტორი მთლიანად ეგეც რა სექტორი, ანუ ეს სურო დაუშვათ ეს ხელისუფლება იყოს რაღაც მაგ თვალსაზრისით იდეალური და სახელმწიფო იმ სტრუქტურებში ასაქმებდეს კომპეტენციით და არა პირადი ლოიალურობით. აი ეგ რა არის? ეგ საერთოდ ეგ არის 0 რამდენი პროცენტი იქნება ეგ დასაქმებულების და ზოგადად პროცენტის ეგ ეკონომიკაც არ არის. ხო. ეგ როგორი რაღაცა იცი? აი ჩვენი ეკონომიკა სინამდვილეში შედგება ორი რაღაცისგან. პირველი, აი უცხოეთში რო არიან წასულები დაახლოებით 1.5 მილიონი ქართველი და საქართველოს მოქალაქე. ისინი რო აგზავნიან აქ ფულს ჯამში, აი ხა შოთამ რაც თქვა, მარტო 3 ქვეყნიდან, ევროპის 3 ქვეყნიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან ყოველ წელს შემოდის მილიარდ დოლარზე მეტი. შენ დაამატე რუსეთიდან შემოდის კიდევ დაახლოებით 500-ზე მეტი მილიონი დოლარი, ამერიკა და კიდევ პატარა ქვეყნები, ხო, ისრაელი და შემდეგ. ანუ ჯამში ლამის ბიუჯეტის 30% რაც გვაქვს, ივსება აი ამ ჩვენი თანამემების მემამულეების გზავნილებით. და მეორე მსხვილი ჩვენი სეგმენტი ეს არის, რითაც ქვეყანა იკვებება, ასე ვთქვათ. და ხალხია დასაქმებული და ბიუჯეტშიც შედის შესაბამისად საკმაოდ დიდი ნაწილი, ეს არის ტურიზმი. მორჩა. ხა იმას არც თვლი ხო რაღაც ბორჯომი რო იყიდება და ღვინო რო იყიდება სადღაც რუსეთში და უკრაინაში, ეგ ეკონომიკას დიდ გავლენას ვერ ახდენს. ყველაზე მსხვილი ვინც კონტრიბუციას დებს ამ ბიუჯეტში და რითაც დიდწილად ქვეყანა არსებობს არის ჩვენი თანამემამულეების საზღვარგარეთიდან და ტურიზმი, მორჩა.